მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს ღირს გაბრიელ აღმსარებელსა და სალოს მოიხსენებს. მამა გაბრიელი ერისკაცობაში კოდერძი ურგებაძე დაიბადა თბილისის წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. მამა ვასილ ურგებაძე ნავთლუღის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. მცირეწლოვან კოდერძის მამა ადრევე გარდაეცვალა. ის 1931 წლის შეთქმულებას შეეწირა. მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება? უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს. მას უპირობო დახურეთის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესვეურები მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა. სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას თავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად გაბრიელ ბერს პოზიცია არ შეუცვლია. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხედრად მოიხსენია, რის გამოც ის კვლავ სცემეს და აწამეს. მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან მესამის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილობში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. ამჟამად წმინდანის ცხედარი მცხეთის დედათა მონასტერში არის დასვენებული. მამა გაბრიელი საერთოდ მოვლენა იყო, საოცარი ადამიანი იყო, როგორც კი მივედი მონასტერში, მიმიღო დიდი სითბოთი და სიყვარულით, იმიტომ რომ მე ისე მოხდა, რომ ღვთისგანგებით, რომ მრევლიც კი არ ყოფილა, პირდაპირ მივედი მონასტერში. ანუ ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი ადგილი არა, ანუ როგორ თქვა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ მეცხოვრა, თანაც ახლა ის იყო 99 წლის 90-ის დასასრული და წარმოიდგინეთ ამ პერიოდში არ იყო ესეთი კეთილმოწყობილი მონასტრები. მაშინ სამთავროს მონასტრის ნახევარი ეკუთვნოდა სამშობიაროს. სამთავროს მონასტერში იყვნენ მოხუცი დედები, ღვაწლმოსილი დედა რაქილი, მამა გაბრიელი, დედა ქეთევანი და ასე შემდეგ სიდონია. მაგრამ პირობები არ იყო რაღაც ფირთხები დარბონის საწოლებს ძალიან გამიჭირდა თავიდან და მამა გაბრიელი მაძლევდა ყოველთვის ნუგეშს. სულ სასწაულებს აღასრულებდა, ბერჯელ მაგალითად ესეც გავიხსენებ, რომ კაშპიროვსკი იყო ჩამოსული და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებდა მისვლას, იმიტომ რომ მაინც ადამიანი მიდრეკილია, რომ წინასწარ გაიგოს თავის რაღაცები, თავის მომავალი და ასე შემდეგ და სასწაულები, ხილული სასწაულებისკენ და ეს ბოროტისგან არისო მამა გაბრიელმა თქვა და იესოს ლოცვა ილოცეთო. ყველა მთელმა მონასტერმა ხმამაღლა უწყვეტა და მოხდა ისე, რომ მამა გაბრიელის ლოცვით ეს სეანსი ჩაიშალა. მან ვერ შეძლო ამ სეანსის ჩატარება საქართველოში, იმიტომ რომ მართლა ბოროტისგან იყო ბევრ ქალაქში, სადაც ჩაატარა, ადამიანები შემდეგ ცუდად ხდებოდნენ და რაღაცა მართებოდა და ეს ერთი სასწაული. შემდეგ იყო ესეთი სასწაული, რომ შემოვიდნენ ისეთი პერიოდი იყო სამოქალაქო ომის დროს, რომ ახლა გვარს არ ვიტყვი, მაგრამ შემოვიდა და რამდენიმე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ და უნდოდა ტაძარში შესვლა. მამა გაბრიელი ამ დროს გამოვარდა ტაძრიდან, ტაძრიდან კელიიდან. აი სასწაული მოხდა, ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ ესენი იყვნენ მოსული, გამოვარდა კელიიდან და უცბად ანაფორა იშვიათად იფარებდა, ანაფორა გაშალა ესე ფრთები და შეჩერდით იყვირა. გაქვავდნენ ადგილზე ესენი. რა ხდებაო და დაიჩოქეთ ახლა, ყველამ დაიჩოქა, დააჩოქა სულ ყველა, მართლა ცოტა ისეთი აგრესიული ხალხი იყო, ჩვენ ვერც გავბედეთ რა მეგვეთქვა და დაყარეთ ახლა იარაღი, ყველა მოიხსნა იარაღი დაყარა, ახლა შებძანდით და ილოცეთო. შევიდნენ, მოილოცეს და იქიდან სულ სხვა ადამიანები გამოვიდნენ, ყველა მამა გაბრიელის ფერხთით დაეცა და იამბორდნენ მის კალთას. შემდეგ ესეთი სასწაული იყო, რომ ხშირად იყო, რომ გამოგცდა ხოლმე. აი წავიდეთ ახლა ავიკოლოთ ჯვრის მონასტერი. მე მაშინ ჩემი მანქანით მივედი მაშინ და წამიყვანი, სულ თან დავატარებდი ხოლმე, ფაქტიურად მამა გაბრიელის პირადი მძღოლი იყო. და ავიყვანეთ ჯვრის მონასტერში. გავიაროთ ჯერ ვიყიდოთ პროფესორი, ეძახდა პროფესორს დასალევს არახს.
ავიტანეთ იქ და ეხლა ელოდება რაღაცას ხვდები. ვიღაცამ ეხლა კაი იქნება რომ ვიღაცამ კიტრი და პამიდორი რო იყოს ეხლა სალათას დავჭრიდი და ვიქეიფებდი. ეხლა ჯვრის მონასტერში კაცშვილი არ ამოდის რომელიც წლებია საიდან უნდა გაჩნდეს კიტრი და პამიდორი. არ გასულა 15 წუთი ვიღაცა მოვიდა და შემოგწირა რომ მოვიტანეო კიტრი და პამიდორიო და თუ ინებებთო. სასწრაფოდ გამაკეთებინა იქვე სალათი ერთი ბერი იყო მარტო ჯვრის მონასტერში დამაჭრევინა ეს კიდე. ეხლა ჩვენ კიდე ველოდებით. გახსნეს არაფერი. აბა დალიო. მე ვთხარ ვერსომამ გაბრიელ. დალიო დავლიე წყალივით იყო. აბსოლუტურად გადააქცია წყლად რა გაეცინა. აბსოლუტურად ალკოჰოლი არ ქონდა ამის. და შემდეგ დავსა ხა იმათხოვრეო. შეაგროვე პურის ფოლიო. და გავშალე ხელი მართლა მათხოვრობ. არ შეიძლება რომ არ გამორჩილებოდი ისეთი სიყვარული ქონდა მართლა ზუსტად პურის ფული არ მახსოვს რამდენი იყო შემოგრა ეხა გეყოფაო. და ვიღაცა გაუშვა სადღაც მოატანა პური მისცა ეს ფული და მოატანა პური იყიდა ვიღაცისგან იქ არ ყიდნენ მაგრამ ვიღაცის ქონდა და ეს ფული მისცა რომ ფასოთ არ მინდა შერაც გადაიხადა მომეციო და ამ დროს ამოვიდნენ თურმე რას ელოდებოდა მეკორწილეები სიძე და პატარძალი და იქ უნდათ ფოტოების გადაღება და ამ სიძე მეტყობა რაღაც განსასწრელი ქონდა ვერ გეტყვით როგორც კი დაინახა მამა გაბრიელი მივიდა და დაიჩოქა და მამო მინდა რომ ახსარება გითხრათო ისე ვერ მოვიყვანოთ სოლსო და მართლაც მოხდა სასწაული მამა გაბრიელს ესაუბრა კაი 1 საათის განმავლობაში და გამოვიდა გაბწყნებული ხა მე რა თქმა უნდა ახსარების საიდუმლო არ ვიცი რაზე ისაუბრეს მაგრამ ამ ადამიანს მთლიანად მოიხსნა ის დარდი რაც ქონდა და გააგრძელა ალბათ ბედნიერი ცხოვრება შემდეგ წლების მერე დადიოდა სულ მამა გაბრიელთან აქტიური მომლოცველი იყო კიდე მახსენდება რომ არეულობა რო იყო თბილისში რაღაც დაპირისპირება იგრძნობოდა რომ ატყდებოდა ნუ ხა მთლიანად ვერი ის გარდაუვალი ალბათ არ იყო თისგან იყო ეს დაშვებული მაგრამ წავიდეთო რუსთაველზეო წავიყვანე რუსთაველზე ამ დროს ძალიან აქტიური ხალხი იყო ისეთი რომ სამღვდელოებას საკმაოდ ცუდად უყურებდნენ და მე ვთხარი მამა გაბრიელი მაინც ნუ გადახარ მოიცადი შერაგეს მისო გადავიდა გაშალა ისევ ანაფორა და გაჩერდით ქართველები არა ხართ ეხავე დაიშე ქალებო წადით ქმრებს მიხედეთ სადილ მოუსადეთ რას გეხართ აქო კაცებო თქვენ კიდე თქვენ საქმეს მიხედეთო და მეუღლებს დაეხმარეთო რომ მოგიმსახურო წესიერად და ერთგული ოჯახი ყავდეთო და მოგეთ იმდენი იქადაგა რომ დაშალა ეს ხალხი აბსოლუტურად დაიშალა და იმ დღეს გადაგვარჩინა ამ დაპირისპირებას ყველა უყვარდა სიყვარული იყო რო ეკითხებოდით რომ ღმერთი როგორ შემეცო გახსნით და აქ დიდი ფირფიტა ქონდა სპილენძის და იყო წარწერა ღმერთი არ სიყვარული აი ეს არის გიყვარდეთ ერთმანეთი და მიხვალთ უფალთან მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩეს სხვა არაფერი შემდეგ დროებრივ გადიოდა ის დადიოდა ქალაქის სანაგვეში იქიდან მოჰქონდა ყველა ეს ნივთები და სამშენებლო მასალასაც იქიდან მოჰქონდა ფანერკებია პატარა ნაჭრები ფანერკისა რეიკების ნუ სხვადასხვა ნივთები და აქაშენებდა ნენელა უმატებდა 20 სანტიმეტრს მოუმატებდა მე 30-ს მე შოქს ჩამოკიდებდა მე ფანერკას მიაკრობდა ესე ნენელა არ გეგონოთ რომ ეს უცბად ააშენა შემდეგ ეს პატაჭერი ასწია გუმბათები დაადგო ჯვრებით რომელიც ორჯერ საბჭოთა კავშირის დროს დაუნგრიეს ეს კელი არის მესამე ფორმის ეს ყველაფერი მამა გაბრიელის დროინდელია გარდა წინწამოწეული ხატის დაწერეს და შემოწირეს აქ მაშინ საჭირო გახდა კანდელი ამ კანდელში კიდე ზეთი არის ჩასხმული მამა გაბრიელის დროინდელი Здравствуйте. Хочу сказать, что мы группа украинцев, которым удалось приехать, осуществить свою мечту и попасть в Грузию в День памяти отца Гавриила. Сейчас мы находимся возле его храма, который он построил своими руками. Это большой подарок для нас. Мы приехали, собрали эту группу, несколько человек, вот, да, у нас есть. И с разных стран Европы мы вынуждены на сегодняшний день покинуть свою страну в связи с военными действиями и проживать в других странах. Ну, 2 девочки приехали с Украины, слава богу, вот. И мы очень счастливы находиться на этой земле, рады. Вот отец Гавриил говорил, что его
как бы молитва — это вся Грузия и часть России. Вот. И на сегодняшний день я хочу сказать, что мы не рады этой войне, мы не поддерживаем ее совершенно. Да? Мы, как украинцы, очень переживаем по этому поводу со своих близких, родных. И мы очень хотели бы, чтобы наши границы уважали, чтобы нас уважали как нацию. Мы очень рады, что мы как бы были братскими народами, да, и, ну, не знаю, насколько это возможно, но хотели бы, чтобы, ну, с тем, что мы верующие, да, и чтобы все каким-то образом чудесным, однозначно с Божьей помощью как-то все регулировалось и с уважением отнеслись к нам. З Божою милістю я зараз стою біля цього прекрасного маленького храму, якого збудував преподобний Гавріл Регебадзе. Наша сім'я дуже почитає цього святого. Я ще, можна сказати, місяць назад я не думала, що я буду тут стояти. В мене просто емоції, ну, не передати. Взагалі, така благодать всередині. У нас в сім'ї є така маленький монастир збудувався, де жив мій дідик колись. І зараз там побудували монастир в честь преподобного Гавріла Регебадзе. І наша сім'я дуже щаслива. Це збудував мій дядя рідний. Да. Тут була теж моя родина, одна сестра Вікторія. Вона брала якийсь камінь, пісочок. І, ну, частичка, звідси частичка привезена до Закарпаття. І ми дуже щасливі. რა ვიცი, დიდი მადლობა მამა გაბრიელს, ძალიან მინდოდა აქ რომ მოვსულიყავი, მომელოცა. ბევრჯერ დაგვხმარებია მამა გაბრიელი. დედა ძალიან მძიმედ იყო, თითქმის სიკვდილის პირას იყო და როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს, ერთადერთი უცებ რაც გამახსენდა, მამა გაბრიელის ხატი ჩამოვხსენი და ის გავატანე. და დედა იყო 2 კვირა უგონოდ. და ექიმები უარს გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გადაიტან და ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რა ვიცი, მამა გაბრიელის ლოცვით ყველა წმინდანებსაც უხმობდი, მამა გაბრიელსაც და დედაჩემი დღესდღეობით კარგად არის. ჩემ შულზეც შემეწია ცხვირიდან სისხლდენა აწუხებდა და იქ სამთავროში როდესაც მივედი და ვთხოვე მამა გაბრიელს, მე განიკურნა თითქმის ხანდახან ცოტა აქვს, მაგრამ როცა ესე არის ხოლმე, ისე მოუხმობთ მამა გაბრიელს და ისევ შეგვეწევა. რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, რომ ძალიან დიდი წმინდანი არის და შეგვეწიოს ყველას მართლმადიდებლებს გაგვაძლიეროს რწმენაში, უფლის სიყვარულში. რა ვიცი, სიყვარული თუ გადაგვარჩეს თორე. რა ვიცი, რა გითხრათ.